შეიძლება ითქვას იყო არჩევნების აყალბებაზე საუბარი, დემოკრატიის უკუსვლაზე და ასევე ევროპარლამენტარებს მოუწოდა იმისკენ, რომ უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა მნიშვნელობას ატარებდა მისი ეს სიტყვა და რა მნიშვნელობა ჩვენ? დღეს საქართველოს პრეზიდენტის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელის შეფასება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მე დადებითად ვაფასებს ის, რაც მან დღეს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხმა გაგებული იქნება წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებების დრო აღარ არის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 21 დღეა ყოველ ღამე დგანან და აპროტესტებენ და იცავენ ევროპულ ფასეულობებს, მათ რეალური მხარდაჭერა ჭირდებათ და არა შეშფოთებები. მათ არ ჭირდებათ მხოლოდ დიპლომატიური ვიზების გაუქმება. მათ ჭირდებათ კონკრეტული ინდივიდუალური სანქციები იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ფაქტობრივად ანგრევენ და კლავენ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. კლავენ და მოკლეს უკვე ფაქტობრივად არჩევნები, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტები ხელისუფლების ცვლილების და რომლებიც უბრალოდ ძალადობენ და აწამებენ რიგით მოქალაქეებს და რომლებსაც უკანონო დაპატიმრებული ხავთ 500-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ უკვე აქ შეშფოთებების დრო აღარ აქვს. ჩვენ გვჭირდება ქმედითი მხარდაჭერა ყოველდღიურად იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ჩვენს საქართველოს მოქალაქეებმა და გადავარჩინოთ ევროპული ფასეულობები. ეს მათ ინტერესებში უნდა იყოს. რა უნდა შევაფასო? ქართულ ოცნებას, უბრალოდ რეჟიმს მოუწოდებ, რომ ჯობია ისევ ჟურნალისტებთან მიაწვეს ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს, იმიტომ რომ ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა დღეს ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, ადამიანის უფლებების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის და წამების შემთხვევები. ამისთვის არიან ისინი აქ შემოსულები და არა იმისთვის, რომ ვინმეს ლეგიტიმაცია მიცემდა. ლეგიტიმაცია რო უჭირთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისევ ჯობია რომ ჟურნალისტებთან დავას და დისკუსიას მიაწვნენ, იქნებ რომელიმე ჟურნალისტი წამოწდეს რაიმე და ლეგიტიმაცია ჟურნალისტებმა მაინც მიცემ. იტალიას და ესპანეთს ადანაშაულებს თულში და ამბობს, რომ მას უშინთული არ აქვს. და საკის დაპირისპირებაში შედის მეგობრებთან ერთად კომპანიებთან განცხადებით და როგორ არის შესაძლებელი გაუსადაზებული ურთიერთობის გამოსწორება. არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად ვიცით უკვე სამწუხაროდ, რომ მათ უარა და თაღლითი რეჟიმი ყავს. დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით მათ ისე ვთქვათ მიიღეს ეს იგივე ასე ვთქვათ ბრენდირება. უბრალოდ თავი მოგჭრეს ჩვენ, შეგვარცხმინეს საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მაღალი პოლიტიკური, თუნდაც არალეგიტიმური de facto პოლიტიკური პირები აი ეს პირდაპირ იტყუებიან, თან ტყუილით ეხებიან სახელმწიფოებს. რა მნიშვნელობას მეგობარი არა მეგობარი სახელმწიფოებს ეხებიან, სასაცილო. ყველანაირ ზღვარს მიღმა ეს ყველაფერი, ამაზე საერთოდ საუბარიც უხერხულია. ამიტომ ამას შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი შეფასება არის სასწრაფოდ გამონთავისუფლოთ უკანონოდაპატიმრებული ახალგაზრდები და სასწრაფოდ ახალი არჩევნების თარიღი. მათთვისვე ჯობია. აი ხო ხედავთ უკვე ისეთ სპირალში არიან. დღითი დღე 1000 სისულელეს აკეთებენ. აი უბრალოდ დღითი დღე 1000 ეს ხო იცით თვითგადარჩენის ინსტინქტი უკვე რო გონებას გაკარგინებს, ხო? აი ესეთი აბსურდული ტყუილები სულ უფრო და უფრო მეტი იქნება იქ ადამიანები თურმე რაღაც ტანსაცმლის სწრაფად იცვლიან. იქ ვიღაცა მხარი დაუჭირა მე რაღაც ტყუილებს აი სასაცილოც აღარ არის ეს არ ექვემდებარება რაღაც გონიერების მიღმა ეს საერთოდ მედიცინის სფეროდან არის. დაუთმოთ თუ შეიძლება. დაუთმოთ და დაბრუნდებით მე. მე ერთადერთ რამეს ვითხოვდი და კიდევ გავაგრძელებ ამის მოთხოვნას, რომ მათ არ უნდა დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები და უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერონ საქართველოს მოქალაქეებს. თუ რაიმეს თავი აქვთ,
მაშინ ინდივიდუალური პერსონალური სანქციები უნდა დაუწესონ კონკრეტულ ადამიანებს. ეხლა ამ თქმა კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დიპლომატიური ვიზების და სანქცირება, აღშფოთების რაღაც სიმბოლური პოლიტიკური ფორმა, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, რომ აღშფოთების დრო უკვე აღარ არის. დამთავრდა აღშფოთების დრო, კონკრეტული ნაბიჯები გჭირდება და ეს კონკრეტული ნაბიჯები პირველ რიგში ჭირდება საქართველოს იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც 21 ღამეა ევროპულ ფასეულობებს ყინვაში ძალადობის და წამების მიუხედავად იცავენ თბილისის ქუჩებში. და ჩვენ არ ვიცავთ მარტო ჩვენ თავს მერწმუნეთ. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიის ევროპულ ფასეულობებს, ავტოკრატიის წინააღმდეგ. და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის ბევრი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის გამოწვევა. არ მინდა მათი ჩამოთვლა. მე თუმილების განცხადებაზე შეგიძლიათ, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ უსწრებს და საქმიანობს, ისინი აუცილებლად დამატების სანქციებს გამოუშვებენ და ასევე თქვა ესეთი რაღაც, რომ ერთადერთი ქვეყნის პრეზიდენტი არის საუნ ზურაბაშვილი, რომელიც რეალურად დაიჭირა მართლა ხალხმა და რომ გითხრათ, რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა ჩვენთვის და მათ მხრიდან სანქციები. ეს არის ხელშესაჭედებელი რეალური მხარდაჭერა და იმედი მაქვს, რომ ესეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული, იმიტომ რომ ეს ძალიან სამწუხაროა. ხო, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიღაცებს არ მოწონთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ დღეს სისტემური პოლიტიკური კრიზისის პირველ ფაზაში ვიმყოფებით. ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო და დღესაც არის, რომ ამ ფაზაში ჩვენ უნდა მივახციოთ არალეგიტიმური გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლების არაღიარებას, რასაც ვახცევთ ჩვენი ბრად. მეორე უნდა მივახციოთ საქართველოს მოქალაქეები კი არ უნდა დაასანქციონ, უნდა დაასანქციონ კონკრეტული ინდივიდები და მესამე უნდა მივახციოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შევინარჩუნოთ ძალა და ენერგია იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ რუსთაველზე და სხვა ქალაქებშიც, საქართველოს სხვა ქალაქებში. ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზნის 90% უკვე მიღწეული გვაქვს. ერთადერთი რაც დაგვრჩა, ეს არის ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც მერწმუნეთ აუცილებლად იქნება. ეს პროცესიც დაიწყო, მაგრამ იანვრის ბოლომდე ეს პროცესი თავის ლოგიკურ შედეგამდე მივა და მე გავაგრძელებთ უკვე საუბარს დღევანდელ რეჟიმთან სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მიზნებზე და ამოცანებზე. იმიტომ რომ ამ პირველი ფაზის შემდგომ, რომელშიც ოცნების რეჟიმმა შეიყვანა ეს ქვეყანა არჩევნების გაყალბებით, შემდეგ ევროკავშირის პერსპექტივის მოკლით, შემდეგ ადამიანებზე ძალადობით, ცემით და წამებით, მათი ასობით ადამიანის უკანონო დაპატიმრებით და კიდევ ბევრი რამით. და შემდგომ უკვე ის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლითაც ფაქტობრივად ქმნის რეპრესიების საკანონმდებლო ბაზას, ხო? ამით შეიყვანა ოცნებამ ამ სისტემურ კრიზისში ქვეყანა და ეს პირველი ფაზა ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავთ. სახელმწიფოს ვიცავთ, იმ ადამიანებს ვიცავთ, ვისაც ცემენ და ვისაც ვინც დღეს დაპატიმრებულია და მათი გამოშვებისთვის ვზრუნავთ. აი მეორე ფაზა უკვე იქნება ის ფაზა, როდესაც უნდა დავიცვათ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გაუქმებისგან, რომელიც ასევე ჯერჯერობით სამწუხარო დღის წესრიგში არის, ეკონომიკური ზეგავლენებისგან. აი მაგალითად, მე აბსოლუტურად მკაფიოდ როდესაც დღეს უკვე ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბრებით, უკვე ჩანს ეს ამ იზოლაციის წნეხი მათზე. ეს ყველაფერი აისახება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა მოვახერხოთ და გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წნეხი შეუმსუბუქოთ საქართველოს მოქალაქეებს, სანამ ვერ მივახცევთ პოლიტიკურ გამოსავალზე დათანხმებას, რაც არის, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები. ამიტომ დღეს მკაფიოდ ჩვენ გვაქვს ორი მიზანი. გაანთავისუფლეთ ყველა ადამიანი ვიზეთით ძალადეთ, ცემეთ და უკანონოდ ყავთ დღეს დაპატიმრებული და მეორე გამოაცხადეთ ახალი არჩევნების თარიღი. რაც შეიძლება სწრაფად, ეს პირველ რიგში ოცნების დღევანდელ რეჟიმს სჭირდება, იმიტომ რომ სპირალში შედიან, უკვე შესულები არიან. ყოველდღიურად სულ უფრო მეტ სისულელეს აკეთებენ, დამაზიანებელს აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში კიდე სასაცილოები არიან. მადლობა.